კანონობებზე საუბარი დღევანდელი პროცესი იყო ეს არ იყო უბრალოდ სასამართლო პროცესი გასაგებია ეს სასამართლო პროცესი დღევანდელი პროცესმა აჩვენა ჩვენი ხალხის საშინელება ამ პროცესმა აჩვენა ყველაფერი რა ყოფაში ამ პროცესმა აჩვენა რა უხენეს მართლმსაჯულებას ამ პროცესმა აჩვენა როგორ დაქცინის ქართული მართლმსაჯულება ბრალდება რომ დაქცინის ამისაკანა შეიძლება მაშინ როდესაც მართლმსაჯულება გაქვს მაგრამ როცა დაქცინის მართლმსაჯულება როცა მოსამართლეს არ ცხლენია ადამიანებს უყუროს თვალებში და რაღაც სიყალბე ეს იყო ეს პროცესი ამიტომ ემოციურად ძალიან მიჭირს წარმოიდგინეთ ამ პროცესზე მოსამართლემ არც მგონია თუ გააზრებული არ იმ კანონობის მასშტაბი რაც ჩაიდინა ზია ამაღლობელი დატოვა საერთოდ დაცვის გარეშე მოსამართლემ მართლა ასეთი შეშინებული ბრალდება სასამართლო არ მინახავს იმიტომ რომ სხვა შემთხვევებში სულ არ აინტერესებს ხოლმე საქმეში რა არის რასაც უნდა იმას დაწესებულებებს ბრალდება მოვიდა ჩამოთვალა მთელი ჩვენი მტკიცებულებები ეს ჩვენი უფლება რომ სასამართლოს წარმოქმნილი ჩვენი მტკიცებულებები და ერთიანად ამოყარა სასამართლომ სადღაც 50-ზე მეტი მტკიცებულებები ეს არის მოწმეების ჩვენებები ვინც ნახეს მაგალითად მზიას როგორ აკავებდნენ ადმინისტრაციულ წესით უკანონოდ ვიდეო კადრები სადაც ჩანს ბესელია როგორ აკავებს სტიკერის გამო ისე ეშინიათ სინათლის ისე ეშინიათ ამ კადრე ისე ეშინიათ ამ მტკიცებულებები წარმოიდგინეთ ამოყარა სასამართლომ დატოვა საქმეში მხოლოდ ბრალდების 7 უგვანი პოლიციელის ჩვენება მერვე არის თავად დაზარალებული რომლებიც ამბობენ რომ ლოყა გაუწითლდა და 44 წამიანი კადრი ამ მოცემულობაზეც ვესაუბრეთ სასამართლოს ესაც რომ გაიაზიარო ბოლომდე სასამართლომ რომ გაულაწუნა და ლოყა გაუწითლდა მაინც არ არის დანაშაულის შემადგენლობა იმ ფონზეც კი როცა ამოყარა ბრალდების ყველა მტკიცებულება და მზია ამაღლობელს დაუტოვა ერთადერთი სამართლებრივი გზა უნდა მოვიდეს და თქვას რომ აღიარებს ან არაღებია არც ერთი მტკიცებულება არ აქვს იმიტომ რომ საერთოდ ჩვენი საპროცესო ფუნქცია რა უკრა მოსამართლემ ამ პროცესში ანუ უარი თქვა მან სიმართლის დადგენაზე არანაირი საერთოდ ყველანაირი უფლების გარეშე დატოვა მზია უნდა უსამინოთ როგორ მხატვრულად მოყვებიან პოლიციელები როგორ გაუწითლდა ლოყა ამის საპირწონედ ჩვენ წარდგენილი გვქონდა ვიდეო მასალა მათ შორის აჭარის ტელევიზიის ლაივში გასული რომელიც აჩვენებს ამ ბატონ გეგუაძეს ამ ინციდენტიდან რამდენიმე წამში და კარგად ჩანს რომ მას არცაც სახეზე სიცილე არ აქვს ესაც კი ამოიღო სასამართლოს რა არგუმენტი თქვა რამე არგუმენტი ამ დროს მოსამართლემ ეს არგუმენტები არ უთქვას და არგუმენტები არ არსებობს ამის არგუმენტი არ არსებობს მაგრამ იმ ვითარებაში რაშიც ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენ ამ პროცესში როლები გვაქვს ასე ვთქვათ სამართლებრივი განაწილებული იძულებული ვართ მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ მზია ვერ დავტოვეთ დაცვის უფლების გარეშე მხოლოდ იმიტომ თორე ამ გადაწყვეტილების მერე რაც სასამართლომ იკადრა მტკიცებულებებთან დაკავშირებით აღარ ვამბობ პატიმრობა ის გასაგები იყო რა გადაწყვეტილებას მიიღებდა უნდა გამოვსულიყავით დარბაზიდან და არ გაგვეგრძელებინა ეს ხდომა იმიტომ რომ ეს არის წარმოუდგენელი შეურაცხყოფა ნებისმიერი პროფესიონალისთვის და ნებისმიერი ადამიანისთვის ვისაც გონია რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრობს მაგრამ ჩვენ არ მივეცით მაინც აჯიჯდნათ მზია ამაღლობელი ამ სასამართლოს და ამ ბრალდებას ვაიძულეთ მოესმინა ჩვენი პოზიცია და ყველა პროცესზე ვივლით და მოვასმენინებთ მაინც შუბლში ვეთქვით ჩვენ სათქმელს ვნახოთ ეს ძარღვები სადამდეა გაწყვეტილი ყველა დონეზეა სავარაუდოდ ეს ძარღვები გაწყვეტილი მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენსაც არ მოვიშლით ვილაპარაკეთ იქამდე სანამ ვიდრე ამის უნარი გვექნება საუბრი მთელი უბედურება ის არის რომ ეს ნაწამები ნაშიმშიერლები ადამიანი ამხელა გზაზე აი ამ უგვანი სპექტაკლის საყურებლად ჩამოიყვანეს ადამიანს არაფრის თმის სურვილიც აღარ ქონდა ამ სასამართლოს დარბაზში რაზე უნდა ისაუბროს მან მთელი გზა არ ვიცი ხამიდან წამოიყვანეს აი ამ საბადრარბო მანქანით მთელი დღე აყავდათ ეხლა მიყავთ უკან ზედ ასევე ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პროცესზე ეს ნაწამები ნაშიმშია აი ამ სპექტაკლისთვის უნდა ატარონ წინ და უკან
და რატო? იმიტომ რომ დგებუაძეს ლოყა გაუწითლდა, მერე რა რომ არანაირი დაზიანება არ მიუღია, მერე რა რომ ეს საერთოდ თავდასხმა არ იყო, მერე რა რომ საერთოდ რამე სამაგიეროდ ამ საქმესთან დაკავშირებით ცხადია სახელმწიფო კომენტარები. ხო და სწორება პროკურორიც ამაზე საუბრობდა დღეს რომ ის ტიტერები მიაკრეს ზურგზე და მზიას აბრალებს სახელმწიფო ტიტერების კომენტარებში მომისმენია რომ თურმე მზიამ ვიღაცა ზურგზე გააკრას ტიტერი ერთ-ერთი იმეორებდა ამას დღეს ბრალდება. მოკლედ ეს იყო უგვანი სასამართლო პროცესი, ამაზე მეტი სიტყვა არ მახსენდება ეთერში სხვა პირობებში, რასაკვირველია ჩემს შეფასებას უფრო მძაფრად გავაკეთებ. ეხლა პატიმრობას რაც შეეხება, რასაკვირველია რომ მედიას ეს ინტერესი გაქვთ პატიმრობის, მაგრამ მინდა გითხრათ რომ არაერთხელ ვაიძულეთ მოსამართლე პროკურორს დაეკმაყოფილებინა ეს სტანდარტი, ანუ მტკიცების ტვირთი გაეწია. ნებისმიერი თავმოყვარე სასამართლო პროკურორს აიძულებდა რამე მაინც ეთქვა. პირი გაეღო, რომ რამე გაგვეგო ან ამოეგლიჯა იქიდან რომელიმე არგუმენტი. ვაიძულეთ მოსამართლემ იბრუნებოდა ბრალდებას, იმიტომ რომ არაფერი არ თქვა ბრალდებამ. საერთოდ არაფერი არ თქვა, მაგრამ აი იმ ფონზე რომ ბრალდებამ არაფერი არ თქვა, მოსამართლემ აი იმ ფონზე ჩათვალა რომ პატიმრობა დღეს ისე გამართლება. შემთხვევა გახსენდება თქვენ საპროკურორო პრაქტიკაში ან სამოსამართლო საპროკურორო პრაქტიკაში ასეთი უგვანი ამბები არასოდეს ყოფილა და არც იქნებოდა, ამიტომ ჩემსაც ვერ გავიხსენე. ალბათ მტკიცებულების მიღებაც კი უარი თქვა დასაშებობაზე მოსამართლეს. ეს წარმოუდგენელი რამეა, ამიტომ ვამბობ, ამ ეტაპზე ამ საკითხს არ იხილავს სასამართლო, ამ ეტაპზე მას უნდა განეხილა დაუშვებელი მტკიცებულებები, რომლებიც ჩვენ ვიშუანდრომლეთ კონკრეტული დასაბუთებით, აი იმ გაყალ პატაკთან დაკავშირებით, რისი გზითაც მოინდომეს მზიას ტელეფონთან წვდომა და ასე ვთქვათ, მისი პერსონალური და პროფესიული ინფორმაციის ქერქვა. იმ მტკიცებულებების დასაშვება ვიშუანდრომლეთ, ამის ნაცვლად სიმართლე გითხრათ პროკურატურის შუამდგომლობა ნახე ვიფიქრე დაეზარათ და ერთიანად ჩამოწერეს რომ მაგრამ რა დაეზარათ ეს იყო რასაკვირველია შეთანხმებული ორკესტრირებული მოქმედება სასამართლომ რასაკვირველია ტყუილად გვალოდინა ამდენი საათი ანუ ეს დრო უბრალოდ ასე ვთქვათ გაიღეს ხარკის სახით რომ ეს ამდენი საათი გულშემატკივრები დარბაზში ადვოკატები ამდენი დრო რესურსი ენერგია დაგვეხარჯა თუმცა ბრძოლას მაინც ყოველთვის აქვს შედეგი. ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი, დარწმუნებული ვარ ამაში. ერთი კითხვა დეტალი. ამ ცრუ მოწმე პოლიციელის საშუალებით რისი მიღწევა სურს ბრალდებას? რომლის პატაკიც გვიან ჩაიდო ერთი თვის შემდეგ, ხო? ეს ერთი პატაკი უკვე აი ამ უკანონობების ფონზე გამიგეთ ერთი რიგითი უკანონობა, რომელსაც ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები ჩადიდიან ყოველდღიურ რეჟიმში. და ეგ არ უჭირთ. მაგრამ ამ საქმეზე უკვე იმ ზომის უკანონობები მოხდა, რომ იმ ერთი პატაკი, რომელიც სრულიად დაუშვებელი მტკიცებულებაა და ამის საფუძველზე თქვენი ტელეფონის დათვალიერების და თქვენი ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვის უფლება სასამართლომ არ უნდა გასცეს. ანუ ეს პატაკი გახდა იმის საფუძველი, რომ ზიას ტელეფონიდან ამოიღონ პერსონალური მონაცემები. ეს დააკმაყოფილა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა, ხო? ერთმა მოსამართლემ დააკმაყოფილა აქ ვიშუამდგომლეთ ამ მტკიცებულებების ამოღება და რასაკვირველია მანაც არ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა და თქვა რომ დიახ მზიას ტელეფონი პირადი პერსონალური უზღვავი თან გამოძიება სასამართლო განჩინებასაც გასცდა უფრო მეტი დაავალა კიდევ დადგენილები წარმოუდგენელი ამბავია ჩვენ სასამართლოში არაფერს არც კითხულობთ არც აინტერესებთ არც რამე აწუხებთ და სამართლებრივად რა შანსი რჩება ახლა მზია ამაღლობას ჩვენ რასაკვირველია იმ დაუშვებლობას მტკიცებულებების დაუშვებლობას რა ვესაჩივრებთ პროცესით ამის უფლება გვაქვს ნახოთ რას დაწერს რა უნდა დაწეროს ახლა ეს უბრალოდ ჩემთვის ეს რა არის იცით ინდიკატორი ჩვენი გზა შემოკლდა სტრასბურგამდე ანუ შემოკლდა სტრასბურგამდე იმიტომ რომ წარმოუდგენელი სიგიჟეები ჩაატარა სასამართლოს უფლების დარღვევაა, ხო? ყველა თუკი რაიმე უფლება არსებობს ადამიანის ფუნდამენტური, ყველა უფლება დარღვეულია ამ საქმეში და დარღვეულია დრამატულად, წარმოუდგენლად. ამიტომ ჩვენი გზა სტრასბურგამდე შემცირდა. უკვე დღევანდელი გადაწყვეტილებაც შეიძლება პირდაპირ გასაჩივრდეს ევროსასამართლოში. ყველა ეს დღევანდელი გადაწყვეტილებები რასაკვირველია. სტრასბურგში წავალთ ძალიან დიდი მსუყე საქმით
დარწმუნებული ვარ, როგორც ახლა თქვენ ხურებთ ეჭვიარმებარემ, რომ სტრასბურგი არაერთ სამაგალითო საქმე იქნება, მაგრამ ამას დასჭირდება დრო. სტრასბურგში წასვლაზე თუ უკვე ნაფიქრი გაქვთ დროებითი ღონისძიების გამოტანის მოთხოვნით წახვალ თუ საქმის არსებითი სხვადასხვა მიმართულებით წავიდეთ. მე რავაზეთ. ადმინისტრაციაში თქვენ არ მონაწილეობთ, ხო? არა, ადმინისტრაციული საია.